მე დავიწყებ საუბარს უკვე ბატონ დავით უსუფაშვილთან, რომელსაც პირადი ნაცნობობაც აკავშირებს როგორც ღარიბაშვილთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან. რა თქმა უნდა, რთულია რაიმე კონკრეტულის თქმა, ამ ხრივ რაღაც მტკიცებულები ხელში არ გვიჭირავს, უყურებთ იმას, რასაც ყველა ხედავს. რა პროცესი მიმდინარეობს ახლა ივანიშვილის ვერტიკალში? რატო უსწორდება ასე დამამცირებლად და სასტიკად ღარიბაშვილს და სხვებს და სხვათა შორის შესავალშივე ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის შემყურე ბევრს უჩნდება განცდად, რომ ხდება დაახლოებით რა მდგომარეობაში იყო იგივე რიჟვაძე, როდესაც იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. სულ ნახევარი წუთით ორ სხვა ადამიანზე ვიტყვი, ვისთანაც პირადი ნაცნობობა მაკავშირებს და მე გადავალ იმ პირებზე, ვისაც ასევე მაკავშირებდა პირადი ნაცნობობა. მზია ამაღლობელმა მიიღო ის პრემია, ის ჯილდო, ის აღიარება, რომელიც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ მზიასთვის, არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, თქვენთვის, თქვენი კოლეგებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის, რომელიც იბრძვის, არ ეგუება და არ შეეგუება იმას, რაც ხდება. მზიამ 2 კვირის წინ სხვა ჯილდოც მიიღო. პრაღის ფორუმი 2000-ის ჯილდო, რომელსაც სხვაგვარად ვაცლავ ჰაველის ჯილდოსაც ეძახიან და სწორედ აი ამ ადამიანების სახელები ფიგურირებს ახლა ჩვენს თავისუფლების მოყვარე აქტიურ ჟურნალისტებთან და მოქალაქეებთან. მეორე გვარს და სახელს დავასახელებ, რომელიც მზიასგან განსხვავებით შესაძლოა ცოტა იცის. თქვენ სიაში დღეს დაკავებულებში ნახსენეთ თამარ გიორგაძე. დიახ. მე მას ვიცნობ 20-25 წელია. და მე მინდა მხოლოდ ერთ რამეს გაუსვა ხაზი, მათ გასაგონად, ვისაც კიდევ რამე ილუზია აქვს შერჩენილი ხელისუფლებასთან დაკავშირებით და მათი პროპაგანდის მსხვერპლობას არჩევს სიმართლისთვის თვალის გასწორებას. თამარ გიორგაძეს ერთ ადამიანს ერთი მხრივ და მთელი ოცნების თავრობას და პარლამენტს ერთად აღებულს თუ შევადარებთ, თამარ გიორგაძეს ყველა მათგანზე ერთად აღებულზე მეტი წუთი, საათი, დღე და თვე აქვს გატარებული წინა ხელისუფლების ავტორიტარიზმთან ბრძოლაში. ყველას რომ ახლა ვინც ხმას ამოიღებს უცხოების აგენტებად ან ნაცმოძრაობის რაღაცა მხარდამჭერებად წარმოსახავენ და ამით კვებავენ თავიანთ მომხრეებს ოცნების პროპაგანდისტები, მათ გასაგონად მინდა ვთქვა. თამარ გიორგაძეს მთელი მათი წინახაზზე მეტი ხელკეტიც მოხვედრია, რეზინის ტყვიაც და წყლის ჭავლის და 1000 უბედურება იმ რეჟიმთან ბრძოლისას. ახლა გიორგაძე ასეთივე შემართებით იბრძვის ამ რეჟიმთან. რატომ იცით? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არსებობს უამრავი 100,000-ობით თამარ გიორგაძე და მზია ამაღლობელი, რომლებსაც გვარებს და სახელებს არ აქვს მნიშვნელობა. მათთვის მნიშვნელოვანია პრინციპი, ღირებულება, თავისუფლება და ისინი როგორც ითხოვდნენ წინა ხელისუფლების თუ იმის წინა ხელისუფლების დროს კანონიერებას, სამართლიანობას, ადამიანების და მოქალაქეების მსახურ ხელისუფლებას, ხელისუფლებას, რომელიც არ ლახავს ადამიანების ღირსებას, ასე იბრძვიან ახლა და ასე გააგრძელებენ ხვალასტაზეგაც. ესაა ამ ქვეყნის თავარი მონაპოვარი, ამაზე დგას ჩვენი დღევანდელი, არ ვიცი, სიძლიერეს და ხვალინდელი მომავალიც. ახლა რაც შეეხება სხვებს, რომლებსაც ასევე მაკავშირებს. რაც შეეხება სხვებს, იმათ, რომლებიც მაშინ როდესაც იყო სერიოზული პრობლემები წინა ხელისუფლების დროს დემოკრატიასთან მიმართებაში, წარმოადგენდნენ მთავარ სპონსორებს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და შემდეგ უკვე სანამ საფინიშო ხაზამდე არ მევიდა სიტუაცია, მათი არც სახელები ვიცოდით, არც გვარები, არც რაიმე პროტესტის გამოხატულება შეგვიჩნევია ვინმესთვის, არც რაიმე რისკი აუღიათ გარდა იმ ბოლო პერიოდისა. მაგრამ მათ შორის მაინც ივანიშვილის გარემოცვაში გამოირჩეოდა ღარიბაშვილი, იმ გაგებით რომ ღარიბაშვილი აღმოჩნდა 2011 წელს სამიზნე, მისი ოჯახის ერთი წევრი დააკავეს ამის გამო. თავად ბიძინა ივანიშვილი მისი დანიშნვის დროსაც კი ხას უსვავდა მის პირად წვლილს, ასე თქვა, ოჯახის მსხვერპლს, რომელიც გაღებული იქნა ძველი სისტემის დამარცხებაში და ასე შემდეგ. ღარიბაშვილი ერთხელ უკვე ყავდა გაშვებული,
გვაინტერესებს ვიცოდეთ მაშინ რა გახდა გაშვების მიზეზი რეალურად, რატო შემოაბრუნა უკან, რა ეგონა, რომ ღარიბაშვილი პეტრე პავლეთ იქცეოდა თუ რა თვისებები შეიცვლებოდა მასში, რა მოულოდნელობების შედეგი აღმოჩნდა ის, რის გამოც ახლა ის ასე დემონსტრაციულად სჯის მის ყველაზე მორჩილთა შორის მორჩილებით გამორჩეულ ქართული ოცნების განსახიერებას. პირველ რიგში ის რასაც ახლა ვადევნებთ თვალს ეს ეპოპეა რომელიც გახსოვთ დაიწყო 2-3 თვის წინ როდესაც პირველად ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასეთი ფრაზები გამოიტანეს რომ ჩვენი გუნდიდან წასულები თუ გაგდებულები სადღაც რაღაცა მგონდა ჩვენ ეს ვიცით და ახლა გვარებს არ ვიტყვით და ასე შემდეგ მერე იყო ნელ-ნელა რაღაცა სხვა ტიპის ფრაზეოლოგიაც ამასთან დაკავშირებით და ახლა ნახეთ რა იცით პირველ რიგში მესმის ხოლმე რომ აქ რაღაცას ხომ არ თამაშობს ივანიშვილი აი ღარიბაშვილს არ დასჯის იმიტომ რომ მაინც მისიანია და ასე შემდეგ მე მგონი რასაც ღარიბაშვილს უკეთებს ახლა ასეთი რამ ოპოზიციური ლიდერების არ გაუკეთებია იმიტომ რომ ეს ხალხი წაიყვანა ჩასვა ციხეში და ვიცით რომ აი მაგარი ვარო ხო და გუშინ თქვი რომ დაჭერა სანატრელე გაუხდათ ისეთ სიტუაცია როცა შეიძლება ერჩიოს რომ ეხლა იზოლირებული იყოს მართლა იმიტომ რომ ესე იგი ყველა ისეთ აი ღირსების განადგურების ფეხქვეშ გათელვის მითი აკეთებენ ამ ყველაფერს ჯერ მარტო მიაქციეთ ყურადღება ეს ცნობილი ჩრეკა რო ჩატარდა როგორ თქვეს 8 პირის 22 სახლში ჩავატანეთ ჩხრეკაო და ჯამურად გითხრეს ამდენი რაღაცები ამოვიღეთო. ესე იგი ადამიანს იმისი რაღაცა პატივიც არ წეს რომ მისგან რა ამოიღეს ისე თქვა საზოგადოების იმიტომ რომ რაში მაინტერესებს მე მერვესთან რა იპოვეს როდესაც ლაპარაკია კონკრეტულ ადამიანზე. ანუ აი ესე მოხვეტეს ბოდიშ ამ სიტყვისთვის რაღაც ხალხი და ყველას უცებ მიაწებეს რაღაცა კაცმა არის ისი საათი ვისია მილიონი ვისია რომელი სახში საერთოდ არაფერი უნახავთ აი ამ დონეზე სოჭერზე ადვოკატმა თქვა რომ ეს საათები არ იყო ღარიბაშვილის ხო ახლა მოდი ვიმოჩილოთ იმ ვიღაცას კაი საათების კოლექცია ქონდა ნუ არც ღარიბაშვილი არ იყო შემჩეული საათების ახლა ვიცით ეს ამბები და ეს ერთი მეორე ახლა როგორც მიყავთ ეს საქმე რომ აი გამოვკითხეთ და ასე იქნება ესე იქნება. ხო, აქ გარდა იმისა რომ მისი სრული განადგურება აგათვალისწინებული, მორალური და ასეთი, გარდა ამისა ჩვენ ჩემი აზრით აქ საქმე გვაქვს შიშებთან. იმიტომ რომ სხვა იგივე უკვე დაკავებული მინისტრის ერთის და მეორე კიდე მინისტრის მოადგილის და სხვებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ღარიბაშვილს და დიდწილად ლილუაშვილსაც ჰქონდა თავისი ქსელი. არა მარტო და არ ვიცი მე რამდენი მილიონი თუ რამდენი საათი რომელი ქსელიდან სად რა მოიპარეს თუ რა ჩაიდინეს რაღაცებს რო ჩადიოდნენ ამას რა თუნდა ლაპარაკი მაგრამ თავარი ისაა რომ ამ ხალხის უკან იდგა პარტიული გარკვეული წრეები ინფრასტრუქტურის ნაწილი ეს ხალხი ღარიბაშვილი განსაკუთრებით კიდევ მეორე იყო ოცნების ხარდამჭერთა ერთი ნაწილისთვის გაცილებით მისაღები თავისი იმ ტიპის ღირებულებებით თუ ღირებულებობით რომელიც მას ახასიათებდა ვიდრე დღეს რომ წინა ხაზზე არიან ოცნების სახელმწიფო წრეებში რომლებსაც მაინც და მაინც ვერ მიაწერ იმ ტიპის რაღაცა აი ქართულ ჯიგრულ რაღაცა ესენი უფრო სტერილურები არიან რა ვერაფერს ვერ მიაწერ. ეგ არის მათი პროტესტობა. ესენი სტერილურები. ამიტომ ის ხალხი, ვინც აპონიებული ყავდა, როგორც აი ევროპა რომ ქართველების გადაგვარებას აპირებს და კიდევ ოპოზიცია რომ რაღაც საშინელებას უპირებთ ქართულ ხალხს და ასე შემდეგ, ამის საპირწონედ მას ყავდა ღარიბაშვილი და მისნაირი ადამიანები, აი ნამდვილ ქართულ ხალხური ღირებულებების და შემდეგ. ამიტომ შიშები მის თაობაზე რომ შესაძლოა მას აღმოაჩნდეს ვიღაცეები, ჩვეულებრივ მოქალაქეებში გულშემატკივრები ერთი და მეორე ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ შინაგან საქმეთა მინისტრად ნამუშევარ ადამიანს სუსის უფროსად ნამუშევარ ადამიანს ორჯერ პრემიერად ყოფ ადამიანს რა თქმა უნდა სხვა ტიპის დასაყრდენებიც აქვს სისტემაში და ივანიშვილი რომელიც ახლა მთავარი თემა მისი სამოტივაციო ფაქტორი არის შიში ხან დასავლეთის ხან პუტინის ხან ქართველი ხალხის ხან თავისიანების ბუნებრივია ცდილობს რომ ეს სისტემა წინსწრებად გაანეიტრალოს და თან
ბოლომდე აი ასე წარმოგვიჩინონ მათი სახე, რაღაცნაირად ღირსება აყრილი, კიდევ მეორებ იმის ღირსადაც არ ცნობილი რომ თუ რამე ბრალდება, ეს ბრალდება იყოს, ახლა დაიწყეს ჟონგლიორობა იმითი უკანონო შემოსავალი, ხო? და ეს არ არის კორუფცია, ეთყობა რაღაც უარესია. აბა მოდი ჩამოვთვალოთ უკანონო რა შეიძლება იყოს? მოპარული, ნაძარცვი ალბათ. შეიძლება ოჯახის და ადვოკატურის მხრიდან სტრატეგიის ნაწილია, რომ შეიძლება რაღაცა ქონება ფიქსირდებოდეს, რომლის წარმომავლობის დამტკიცებას ქონდეს პრობლემა და არა ის, რომ და იმ დროს ბიზნესში იყო და ასე შემდეგ და ამასობაში ხომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ ოპონენტებსაც და ოცნების მომხრეებსაც ეჭვი არ შეეპაროთ, რომ ძალიან დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე ამ ხალხის მიერ ჩადენილს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ასე მოხდეს, თან მეორე მხრივ ამას ჟონგლიორობენ. ლილვაშვილთან განსხვავებული სიტუაცია. ლილვაშვილთან მიმართებაში ესეთი განცხადებები არ გაკეთებულა, მე მხედველობაში მაქვს რომ უკვე რომ გამოძიება რომ დაბარებული იყო ასე შემდეგ და რომ ითანამშრომლა პოლიტიკური ხიფათი ივანიშვილისთვის მომდინარეობდა ღარიბაშვილისგან, რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები, რომელმაც ეს ამბიციები გამოამჟღავნა, ისე გაგდებული გუნდიდან როგორც ივანიშვილმა ის გააგდო პირველ ჯერზე, რომ მობრუნდა და ისევ ესე იგი შეუდგა ამ გზას და ისევ მოირგო რაღაცეები, ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს. ეს მეტყველებს მის დაუოკებელ ამბიციაზე, რომ ესე იგი პირველი ამბავი ესე იგი ვერ გადაყლაპა, ვერ გათავისუფლდა იმისგან, ეს ერთი და მეორე, კიდევ მეორე, მას ივანიშვილს დაუდგა ხანა, როდესაც 99% ლოიალობის მქონე ადამიანიც კი უკვე სახიფათოა. მას სჭირდება 100% ლოიალური, ბოლომდე მასზე ჩამოკიდებული და მის გარეშე და მის მიღმა არათუ რამე ქმედების ვერ განხორციელებელი, აზრის ვერ გამოვლებიც კი. ამასთანავე ერთგან ვამბობდი, თუ იმეს სურს წარმოიდგინოს ივანიშვილის გადმოსახედიდან რა განსხვავებაა ღარიბაშვილს და კობახიძეს შორის, წარმოიდგინოს ვითარება, როდესაც თქვათ ევროკავშირის წარმომადგენელი ელაპარაკება პრემიერ ღარიბაშვილს, რომელი 12 პუნქტის პრობლემებზე. და რაღაცებს ეუბნება, რომ ეს შეასრულეთ, ეს არ შეასრულეთ. როგორ ლაპარაკობს მასთან ღარიბაშვილი? კი იცავს თავის პოზიციებს, მაგრამ იქვე ცდილობს ცოტა რაღაც შეარბილოს. ხო, ამას ალბათ მალე გავაკეთებთ, რაღაც გაუღიმოს, რაღაც მოკლედ ის არ იყოს ბოლომდე ხისტი და. ეხლა წარმოიდგინეთ კობახიძე იმავე როლში. სადაც არათუ რამეს რბილად მიიღებს ამას და რაღაცნაირად შეეცდება. კობახიძე შეტევაზე. გადავა შეტევაზე და ეთქვის, რომ ევროპას აქვს პრობლემები მოსაგვარებელი და საქართველოსთან ისწავლის. ანუ აქ კიდევ როდით სურაძე ამიტომ ოპოზიციის მდგომარეობაზეც მოგვიწევს გარკვეული აქცენტების გაკეთება, იმიტომ რომ სურათი შეიქმნა ისეთი, რომ რაღაც გარკვეული ვაკუუმი შეგრძნება არის ზოგადად პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკური ძალების. ბევრი მიზეზი აქვს ამას. თუმცა თავად რეჟიმს და ხელისუფლებას პრობლემურად აქვს საქმე. დღეს მე კობახიძის გამოსვლასაც კი ვუსმინე, წარმოიდგინეთ ჩემი სამუშაო აუცილებლობები ყოველდღიურად რამდენ სტრესს ითვალისწინებს და მთავარი ფორმულა, რომელიც ჩამოსულ უცხოელებს მან დღეს უთხრა, არის ის, რომ ჩვენო ევროკავშირთან გვაქვს უვიზო მიმოსვლაც და სავაჭრო, თავისუფალი სავაჭრო, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება გაფორმებულია. ანუ თვითონ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვინც იყო იქ შეკრებილი, იმათვის საქართველოს მიმზიდველობას ინარჩუნებს იმის გამო, რომ რაღაცა ცოტა ევროპული ქვეყნის ინფრასტრუქტურა არსებობდა, მეტნაკლებად ვითარდებოდა, პლუს ის, რომ ევროკავშირის ბაზარზე თუ ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით განსხვავებული როლი ჰქონდა მთელს რეგიონში და შესაძლებლობები. თუ ამას ხვდებიან ეს ოჯახაშენებულები, მაშინ ნაბიჯებს ისე მაინც უნდა გავდნენ, რომ ღია კონფრონტაციაში და ომში არ იყვნენ შესულები. ანუ ევროკავშირი არა მარტო სახაროვის პრიზის გადაცემით ავლენს უკვე თავის დამოკიდებულებას და ძალიან სამწუხარო, რომ ჩვენ ფაქტობრივად ლუკაშენკოს შემდგარ ავტორიტარიზმთან ერთ სიბრტყეში წარმოუდგენი ვართ მათ, მაგრამ მეორეს მხრივ ობიექტურად რო თქვა, ჯერ არ ვარ ჩვენ ბელარუსი.
ნამდვილად. რაღაც გარკვეული პოლიტიკური აქტივობის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს, ხალხის დამსახურებით, მედიის დამსახურებით თუ ასე შემდეგ და ეს იძლევა შესაძლებლობას რაღაც პოლიტიკური პროცესი კიდევ მიდიოდეს. აი, რა შეიძლება ამას შემატოს პოლიტიკურმა ძალებმა, სად გვაქვს ყველაზე დიდი ჩავარდნები და სისუსტეები, ამავე დროს არის სერიოზული პრობლემები მათ შორის პარლამენტთან დაკავშირებით, ვიცით, თქვენი საარჩევნო პარტნიორი სუბიექტის, ასე ვთქვათ, კახარიას პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით ეს რა გავლენას მოახდენს ან თუნდაც პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ან დასავლეთის პოზიციების კორექტირებაზე არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში. მოკლედ ეს არის ჩემი შეკითხვა, დრო ცოტა გვაქვს დარჩენილი, მე კითხავს არ დაგისვა, თქვენი აზრი გვაინტერესებს. ბელორუსი საქართველოს თემას მაინც მინდა ერთ გეთანხმებით. ჩვენ ჯერ იქ არ ვართ და იმედი მაქვს რომ იქ არ მივალთ. ამასობაში ის რაც ხდება ჩვენთან და რაც მოხდა, შესაძლოა 10 ჯერ უფრო მტკივნეულია ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ვიდრე ეს იყო ბელორუსი მოქალაქისთვის, რომელსაც არანაირად არ ვაკნინებ, მაგრამ აქ ლაპარაკია ვარდნის სიმაღლეზე. ბელორუსი სამწუხაროდ ასე მოხდა ამ ქვეყანაში, რომ საბჭოთა პერიოდიდან ცოტა დაიწევდა, მაგრამ დემოკრატიის თავისუფლებების და ამ შემდეგ თვალსაზრისით სადღაც აქ იყო. საქართველო თავიდანვე საბჭოთა იმპერიასთან ბრძოლის პროცესიდან მოყოლებული, აი სულ ბოლო ხანებამდე მიიწევდა ამ თვალსაზრისით ზევით. სხვადასხვანაირი ხელისუფლებები ყავდა, შევარნაძეს თავისი პრობლემა ჰქონდა, სააკაშვილის თავისი და ეს თემა საზოგადოებაში მიდიოდა, ანუ ჩვენი ვარდნა განხორციელდა უკვე მაღლიდან და ეს ვარდნის მანძილი ძალიან მტკივნეულია. ამიტომ არ ვართ ბელორუსი, მაგრამ პროცესების სიმძაფრე საზოგადოების დონეზეც და ინდივიდის დონეზეც შესაძლოა არის გაცილებით მძაფრი და ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ იმისთვის რომ ხო ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სიმყარეც, რა ვიცი, ჯანმრთელობაც, რწმენაც და ყველაფერი მიუხედავად ამ ვარდნისა. მეორე, ევროპასთან ოცნების წარმომადგენლებს სინამდვილეში ერთადერთი პრობლემა აქვთ. პრობლემა იმაშია, რომ თუ ევროპელი გახდები, მაშინ ძალაუფლება უნდა დათმო ხოლმე. ანუ იქ არჩევნებით ვიღაცები სხვები მოდიან ხოლმე. თუმცა ხალხი გადაწყვეტს, რომ ცვლილებებია საჭირო. ხო, ანუ ევროპა ამაზე დგას, რომ ეს არის პრეზუმფცია, რომ ხელისუფლებები იცვლება. ნუ შეიძლება ორჯერ არ შეიცვალოს, მესამედ შეიცვლება. ეს არის მათი თავარი პრობლემა. ამიტომ სადარბიან ვისეძებენ პარტნიორებად და მეგობრებად, იქ სადაც ხელისუფლებები ან არ იცვლება, სანამ ის ვიღაცა არ, რა ვიცი, წაიყვანს ვიღაცა სადღაც, ან ცოცხალმა უნდა დატოვოს თავისი მემკვიდრეობით გადა. დე ფაქტო აბსოლუტური მონარქიებია, ზოგან პრეზიდენტი ქვია და ზოგან ლიდერი და ზოგან სულიერი და ზოგან ასეთი ლიდერი, იქით მიილტვიან. მაგრამ მაგაში აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, რომ იმ ქვეყნების ბიზნესებსაც კი ვისაც ახლა თავს გვაწონებენ, მათთვის საქართველოს სწორედ იმიტომ იყო და შესაძლოა იყოს ხვალაც მომხიბლავი, რომ აქ სტაბილურობა, დემოკრატია, კანონების უზენაესობა, სასამართლო სადაც რაღაც სიმშვიდე სადაც დაიცვენებენ და შემდეგ და რა თქმა უნდა კავშირი ევროპასთან. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ცუდი კი არ არის თავისთავად, მაგრამ მაშინ არის კარგი, როდესაც პირველ რიგში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ევროპულ ბიზნესთან გაგმული და ამით იყენებ ამასაც. ამიტომ ესეა. ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ ახლა ფოკუსი გავასწოროთ ჩვენ შიდა პოლიტიკურ ვითარებაში. კი ბატონო. ოპოზიციურ ფლანგზე განსაკუთრებით. ივანიშვილის პოლიტიკის ერთ-ერთი ამოცანა იყო პოლიტიკური პროცესის მოსპობა. მან ვერ მოახერხა ქართულ ხალხში თუ ინდივიდებში თავისუფლების და შემდეგ ამ ყველაფრის ჩაკლა და ვერც მოახერხებს, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ძალიან ამ პროცესისთვის დიდი ზიანის მიყენება მან მოახერხა. ეს იმიტომაც, რომ თავად არაფრად დაგიდევდა საკუთარ პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ სახეს, იმიტომ რომ პოლიტიკაში თუ ხარ, უნდა გქონდეს რაღაცა თანდო ინსტრუმენტები, პოლიტიკური პარტია და ასე შემდეგ. გააქანა და რა ჩაწერეს იმ თავენ წესდებაში. საპატიო თავმჯდომარე, რომელიც ამასობაში ყველაფერს მართავს მის პოლიტიკურ პრემიერის კანდიდატურას ის არ არის. და ხო, ანუ მთავარი ეს არის. ფაქტიურად აი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, იქეთ ირანში რო ყავს გარკვეული ინსტიტუტები, ხო, რომელიც უზენაესი, რომელიც პრაქტიკულად იქ არის. უმაღლესი მაფიოზი. ხო, კი არის, მაგრამ შემდგომში იქ არის და იქედან ამაშო. შარიათის მას მაინც ეყრდნობა და რაღაცა ტიპის რელიგიურ ფუნდა, ასე ვთქვათ, დოგმატიკას. პროგნოზირებადი მაინც არის, ხო, ამის შემთხვევაში სრულიად
ეს ერთი, მეორე, მისი ამოცანა რომ ესე იგი პოლიტიკური ძალები მის ჭკუაზე მოქმედებდნენ, ეს არ გამოვიდა. ეს თავიდანვე ჰქონდა მას აკვიატება, რომ როგორც კი ესე იგი სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნებოდა, ნაცმოძრაობის რეიტინგი გახდებოდა 2%. ამას ლაპარაკობდა და ნებისმიერი შეკამათება რომ ასე არ მოხდება სხვა ყოფილი სახელმწიფო პარტიების და ძალებისგან განსხვავებით რომელიც მანამდე არსებობდა 2012 წლამდე ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აქ ასე არ მოხდება იმიტომ რომ ეს სხვა პოლიტიკური ძალაა და სხვანაირი ურთიერთობებია და ღირებულებითი ერთობაა გარკვეულ ხალხს ჯეროდა და ჯერა და ასე შემდეგ როდესაც მან დაინახა რომ არათუ მისი რეიტინგული თუ სახალხო მხარდაჭერის გაქრობა ვერ მოახერხა. არამედ სხვა პოლიტიკური ძალებიც, რომლებსაც არანაირი კავშირი იმ ძალასთან არ ქონია, ასევე არიან მისი ოპონენტები, მის ჭკუაზე ვერ დადიან. გახსოვთ თქვენ ხომით დაიწყო რომ თქვენი ჟურნალისტებისთვის ჭკუა უნდა ესწავლებინა. კარგად უნდა ექსპერტებიც უნდა გამოვიზარდონ. ექსპერტები, ჟურნალისტები, NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, ბიზნესი, ეკლესია მის ჭკუაზე უნდა მომართულიყო და ასე დალაგდებოდა საქართველო. ამ ჩემს მიერ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან ზოგან სერიოზულ წარმატებას მიაღწია. აღარ დავასახელებ მათ, მაგრამ ჟურნალისტებში გაუჭირდა, არასამთავრობოებში გაუჭირდა, პოლიტიკურ პარტიებში გაუჭირდა და ამიტომ წამოვიდა ეს შეტევა. მაგრამ ახლა შეხედეთ თქვენი ანალიზი იმის შესახებ რომ დღეს პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი ვერ არის ისე ძლავრი როგორიც უნდა იყოს მიუხედავად იმისა რომ ლელო ამისთვის ბევრს აკეთებდა და ბევრს მაგრამ ამაორგანიზებელი როლი არ აქვს მაგრამ რომ არ კონდეს ეს ანუ თლათ რომ ასე იყოს საქმე რომ პოლიტიკური პარტიები სადღარიან მოდი ახლა ძველები ჩაირეცხნენ ახლა ახლები შევქნათ ამას ეს არის ინფანტილიზმი მაგრამ ეს რომ ასე იყოს ამ დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით წავიდოდა რომ პოლიტიკური პარტიები უნდა ავკრძალოს საერთოდო ანუ მან ძალიან კარგად იცის რომ პოლიტიკური პარტიები დღეს მისი რეჟიმის რეპრესიული კანონებიდან გამომდინარე იმ ტიპის გაყალბებული არჩევნებიდან გამომდინარე როგორც ის აყალბებს პოლიტიკური ლიდერების ციხეებში ჩასმიდან გამომდინარე კი არიან თითქოს შესუსტებული და თითქოს ვერ მყოფი ფორმაში იმიტომ რომ ასე იქცევა მაგრამ მან იცის რომ ეს ასე არ არის მან იცის რომ საზოგადოებაში მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სწორედ პოლიტიკური ძალების ძებნაშია ან ნაპოვნი ყავს ვიღაცა და მის სიძლიერეს მოისურვებს იმიტომ რომ ჯამში აქამდე მოდის საქმე იმიტომ რომ აუცილებლად ბოლოში არჩევნებით მოხდება ხელისუფლების შეცვლა და ასე შემდეგ ამიტომ იქ იმაზეც მიდის რომ საერთოდ პოლიტიკური პარტიები უნდა ავგრძალო და არა მარტო პოლიტიკური პარტიები მათი გულმხურვანი მხარდამჭერებიც კი პოლიტიკას უნდა ჩამოაშოროს საერთოდო სხვათა შორის მაკანონი გამომდინარე პირველ რიგში თავად ხომ არაა ჩამოსაშორებელი თუნდაც იმ საპატიო თავმჯდომარეობას და მისი უახლოესი გარემოცვა რომლებიც ზოგი ministrები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის და ზოგი ministris მოადგილე არა მაგაზე ხო თქვენს რომ ჩვენ ჩამოვწვეთ სიას კი სიას ჩამოვწვეთ მნიშვნელობა არ აქვს როდის რა ის კანონმდებლობა და ეს წამოწყება რომელიც ზუსტად იმ ჩამონათვალშია იცი ბატონო ყველაფერი გასული კონსტიტუციაში ჩემგანი გარგესავლებად არსებობს ცალკე რაღაცა კონსტიტუცია, კანონები დაწერილსაც ფეხებზე იკიდებენ და რისი შესწორება შეუძლიათ იმაშიც ინტენსიურად შეაქვთ ისეთი ცვლილებები. კი იძახდა გობახიც და მისახელეთ ქვეყანა სადაც ეს ხდებოდა ასე შემდეგ. ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ისაც ხდება არის დამახასიათებელი აბსოლუტურად არადემოკრატიული რეჟიმების. მაგრამ ზუსტად ამის გათვალისწინებით იმავე პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის რეპრესიების იმ ხარისხის გათვალისწინებითაც ხომ არ ჭირდებათ, ხომ არ დადგა დრო იფიქრონ ახალ ფორმებზე, მათ შორის მათი აქტივობის, ახალ კონფიგურაციებზე, ახალი ტიპის გაერთიანებებზე, არ გულისხმობ პარტიულ გაერთიანებებს, გულისხმობ ის, რაც სათავეში უნდა ჩაუდგეს ზუსტად აი ამ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც შინაგანად არის ძიებაში, ყველა ჯგუფი ეძებს ახლა რაღაცას, იმიტომ რომ ხვდებიან რომ ხელისუფლება და რეჟიმმა ძალიან გაამკაცრა, შევიდა უკვე ისეთ სპირალში, სადაც ყოველდღიურად ამცირდება სიტუაცია და ეს ფაქტობრივად საშტაბო პოლიტიკური მუშაობა უნდა მიდიოდეს. არა მარტო პარტია. ლელოში ზუსტად ამ პრინციპით მუშაობთ ეს ერთი წელია. ახლა ძალიან დიდ პარტიულ საიდუმლოს არ გავთქვამ თუ გეტყვით რომ ამ დღეებში ლელოში გადავწყვიტეთ ესე
შეგვეჯამებინა ერთი წელი, აბა როდის რა ან პოზიცია ქონდა, ან სად ვიყავით, როგორ ვიყავით და ასე შემდეგ და მინდა გითხრათ, რომ 26 ოქტომბრიდან მოყოლებული ყოველი დღე ჩვენი იყო ზუსტად ამ თემებზე ორიენტირებული და კონკრეტულ ვითარებაში რა ამოცანა იყო დასახული. პირველი ამოცანა იყო იმ პარლამენტის ვერ შედგომა და ბათილაცნობა არჩევნების და მალევე ახალი არჩევნების ჩატარება. მერე იყო ახალი არჩევნების მიღწევა. იმით რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება დღევანდელი გადასახედიდანაც განსხვავებით გახარიას მიდგომების. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არასდროს ყოფილა ეს თქვენ რო არ ჩაგეხსნათ მანდატები, დღეს იფიქრებდით იმაზე, რომ შეიძლება ლელოს შემადგენლობა შეგით ყოფილიყო, ეხლა იცით რა, მანდატს თუ არ ჩახსნი, ეს ნიშნავს იმას, რომ ფიქრობ, რომ ოდესმე გამოიყენება. ახლა სამუზეუმო ექსპონატი მაშინ ანუ იგივე აზზე ხართ ეხლა. იგივე აზზე ვარ, მაშინაც ამაზე ვიყავით და ჩვენი საარჩევნო ალიანსი გახარიასთან ეს იყო ადგილობრივ არჩევნებზე ალიანსი და საკრებულოებში ჩვენი წევრები ადგილობრივ საკითხებზე ერთმანეთს გააძლიერებენ. ჩვენ სხვა თემაზე არანაირად შეთანხმება ქონდა და არც პოზიციები გადაგვიხედი, არც მას და არც ჩვენ. მაგრამ თავარი რა არის? ამ პროცესებში პოლიტიკური კომპონენტის შესაქმნელად გახსოვთ თქვენ ლელოს ინიციატივა 2 თვის განმავლობაში მამუკა ხაზარაძე დადიოდა ყველა კარზე დააკაკუნა და ყველგან იყო მისული ალტერნატიული პარლამენტის იდეა რომ იყო ეს ალტერნატიული პარლამენტი ალტერნატიული ხელისუფლება კი არ იქნებოდა ეს იქნებოდა ზუსტად ის პოლიტიკური კომპონენტი რომელსაც რა ტიპის ლეგიტიმაცია ექნებოდა შეხედეთ 800.000-მდე ხმა ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა რომ 4 ოპოზიციურ სუბიექტს ჰქონდა მიღებული 800.000 მოქალაქის წარმომადგენელთა საკრებულო, რომელიც ამ პროცესებს გაუწევდა პოლიტიკურ კოორდინაციას. ეს თემა, რომ პოლიტიკისგან შორს ვარ რაღაცა სამოქალაქო პროცესებია, რა თქმა უნდა ეს ასეა. არის თემები და არის ვითარებები და არიან ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო ინდივიდუალური გადაწყვეტილებით და პროტესტით აქტიურობენ ქვეყნის სასიკეთოდ. მაგრამ საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ ამას მიეცეს შედეგი, ეს დამაგრდეს, ეს ინსტიტუციურად გამაგრდეს და ასე შემდეგ ამას სჭირდება პოლიტიკური ძალები. ამიტომ იყო ჩვენი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გასულ ადგილობრივ არჩევნებში ერთობლივი ძალებით ჩვენ შეგვეძლო კალაძე ყოლო და მართლაც აქცეული. ეს იყო ჩვენი ღრმარწმენით სწორი გზა. სხვა გზები, სხვა იყო ეხლა ამაზე არ მივამბობ. მესმის რომ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გახსნა. მაგრამ ერთი რო ძალიან ცოტა მესმის ვარ, თქვენ არ გკითხეთ ამბავი. არ მე გეკითხებით ახლა რას აპირებთ? ახლა ვაპირებთ ამ გზის გაგრძელებას, იმიტომ რომ ყოველი საუბარი იმის შესახებ, რომ კონსტიტუცია აღარ არსებობს. არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. აქედან მივდივართ რაზე, ესე ხელისუფლებამ გაგვიყვანა ამ სივრციდან, ანუ არჩევნების აზრი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ აქ გიყალბებს, ამიტომ აღარ შედიხარ არჩევნებზე. პროტესტის არ ესმის 300.000 კაცი გამოვად 30 თუ 1 მილიონი არ უწევს ანგარიშს. შევწყვიტოთ პროტესტი, არ უნდა შევწყვიტოთ. თავისუფალი მედია, რომელმაც წლების განმავლობაში წლების არ გამორიცხავს ყველაფერი საერთო სტრატეგიის ნაწილია, კოორდინირებულია, ყველა რესურსის მობილიზება. აი ამ კოორდინაციისთვის ჩვენ ვიყავით ამ კოორდინაციისთვის ჩვენ ვიყავით იმ ალტერნატიული პარლამენტის იდეა ამას ემსახურებოდა. აი ახლა ეს ახალი პროცესი როგორ უნდა დაიწყოს? ვინ შეიძლება იყოს ინიციატორი, ვის აქვს შესაბამისი ნდობა, დაზიანებულია ეს ურთიერთობები პარტიებს შორის განსაკუთრებით, ხო? მათ შორის ამომრჩევლებს შორისაც დაძაბულობა ამ თვალსაზრისით იყო, ხო? ზოგი ხა ფიქრობს, რომ აი იყო მონაწილეობა იმან ცუდი, ზოგი ფიქრობს, რომ პირიქით ვინც არ მოვიდა ამ ხელი შეუწყო. გავიგე, ესე იგი, რაღაც არის საჭირო, რომელიც ამის მაღლა დადგება. ხელისუფლება ამისთვის ბევრ საქმეს აკეთებს. ბატონო გიორგი, ზუსტად ამაში გაბრაზებამ მაინც მოიტანოს. იქნებ, ესე იგი, ყველამ რაღაც პერიოდი ავიღოთ 2 საათი საკმარისია ამისთვის ჩემი აზრით თითოეული ჩვენგანისთვის. და 2 საათის განმავლობაში ვიფიქროთ, გავიხედოთ უკან და ვიფიქროთ, რომ განვლილმა ცხოვრებამ ერთმა წელმა, ნუ მანამდე კიდე სხვა წლებმა, რამე გაკვეთილებიც დაგვიტოვა, თუ არაფერი არ არის გასათვალისწინებელი, რომ იქნებ ასე ჯობდა. ეს აუცილებელი ამბავია. იმიტომ რომ ხელისუფლება კი ძალიან კარგად თამაშობს იმ პრინციპით, დაყავი და იბატონე. ლელო მუდმივად ამას ვამბობდით, რომ მეგობრებო, ნუ ვიქნებით რამე აკვიატებების გავლენაში, რომ მე ვიძახო, რომ თუ არჩევნებზე არ მოდიხარ, ესე იგი ქვეყნის მტერი ხარ და შენი ძახო, რომ თუ არჩევნებზე მიდიხარ, ესე იგი ქვეყნის მტერი ხარ. არ ვართ ქვეყნის მტრები. დავით ზურაბიშვილია თქვენი შემდეგი სტუმარი. აი დავითი გაცილებით უკეთ მოგახსენებთ ამის თაობაზე, რამაც მისი სტატუსი ვნახე და სრულად ვეთანხმები. ოპოზიციური ამომრჩეველი არ არის ერთგვაროვანი. დავითი უკეთ გვეტყვის. ზოგისთვის
უკვე მორჩენილია ოცნება და თulis რომ ვინც არ უნდა მოვიდეს მასე უკეთესი იქნება. ზოგი თulis რომ ოცნება საშინელებაა, მაგრამ ნაცმოძრაობის დაბრუნება არ მინდა. ზოგი თulis რომ ოცნება საშინელებაა, მაგრამ თუ ოცნება არა, მაშინ ვინ? ემან არასტაბილურობა და ქაოსმარდა ისადგუროს ამ ქვეყანაში. ანუ ამ ამორჩეველს თუ ჩვენ სათანადო გეგმა არ შევთავაზეთ, სათანადო პოლიტიკა არ შევთავაზეთ, მაშინ ვიქნებით ჩვენ პატარა ნაჭუჭებში თან დაქსაქსულები და გაიხარებს ივანიშვილი. ამიტომ ეს აკვიატებები რომ ხო ყველამ უკვე იცის ეს ამბავი და აღარ არის საჭირო ახსნა ადამიანებისთვის. წავიდეთ უკვე შევცვალოთ ხელისუფლება. არა, ამ ადამიანებს მოქალაქეებს უნდა ველაპარაკოთ პირველ რიგში. მათი განწყობები უნდა გავითვალისწინოთ. ლელო მუშაობს იმ მოქალაქეებზე, ვისაც ჩვენი ესმის და ვისაც ჩვენ გვესმის. ეს არის ჩვენი წვლილი ამ საქმეში. ხო, ეხლა ამოცანა არის რომ ყველა ვისაც მისი ესმის, ერთი დიდი საერთო მოსასმენის სტრუქტურა ის რაც გვაერთიანებს იმ ნაწილში დავრჩეთ ერთად. შესაძლოა მარცხენა და მარჯვენა გზიდან მივიდეთ საერთო წერტილამდე.